ბარტერებს და ასე აი, შემდეგ. ყველაზე უცნაური რა ქონია შემოთავაზება საბარტეროო. და YouTube-ზე რა კარიერის მანძილზე ამ რა გახსენდება. ფსიქოლოგიური მომსახურება ბარტერზე. შენ უნდა გაგეწია მისთვის? ბარ პირიქით. ანუ ადამიანმა მოგწერა რომ მე გაგიწევო ფსიქოლოგიურ მომსახურებას და შენ დამარეკლამეო თუ? ო ეგრევე როგორ მოგწერა გიჟო? ფსიქიურად ავადყოფო იცოდა ის ფსიქოლოგი იყო თუ ფსიქოთერაპევტი ეგ აუ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეგეთი მეილი მქონდა და მე ჰოთ-დოგებზე შემოთავაზეს რეკლამა. აი მე ყველაზე მაგარი შემოთავაზება მივიღე ტიპი მწერს რა როგორი ტიპია იცი რომ ანუ ერთი 40 წლის კაცი არის რაღაც წვერიანი ესეთი მასკულინური და მწერს დირექტში რა ფული გინდა ამას ხედავ და გახდილი რა და ფული 200 ბარეთი ხო 200 ბარეთი არა ბიჭო ხო და რაღაც საინტერესო შემოთავაზება მაქვს შენთანო რა და რეკლამა მინდაო მეთქი ბაზარი არა და რა გაქვს მეთქი ეგრევე პრაის ჩაუგდე რა და არაო ეგ არ მაინტერესებს რომ უფრო მაგარი რაღაცა უნდა შემოგთავაზო და ბიჭო ეხა ფიქრობ რა უნდა შემოგთავაზო ისეთი რაც რავი რაღაც ფულზე ის უნდა იყოს რა ღირებული და მოკლედო სამასაჟო სალონი გავხსენიო რა ხო და 5 ჯერ გაიკეთე მასაჟსო და რეკლამა გამეკეთეო ხო და ეხა რავი რა მიმეწერა და მეთქი რავი ჰეპი ენდი თუ იქნება მეთქი ბაზარი არ არის და მოგიწნა სტრესი არა ясნი ახლა უარი უთხარი მაგრამ ნუ ესეთი უცნაური შემოთავაზება მქონდა ანუ რა თმინდა ხო მასაჟი 5 ჯერ თან როდესაც შეგიძლია მასაჟის რავი ფული გადამიხადო